მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე მათ შორის კანონის დარღვევაზე, ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. ოცნების რეპრესიული პოლიტიკის ახალი სამიზნე შერჩეულია. ბოლო რამდენიმე დღის პროპაგანდამ უკვე სერიოზული სახე მიიღო და ოცნება აღარ ერიდება იმის თქმას, რომ შესაძლოა კრიტიკული მედია გამოცემების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს. ივანიშვილის გუნდი ყველა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს მტრად მოიხსენიებს და აგრძელებენ იმ თეორიებს, რომელსაც სამთავრობო მედიებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ, რომ მედია გაერთიანებებმა ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან 17 მილიონის დაფინანსება მიიღეს და ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართულები. არიან ჩვეულებრივი პროპაგანდისტები, ბრიუსელის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას და სხვათა შორის ბრიუსელის დაქირავებული ყავს არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია, არამედ რადიო თავისუფლება, თქვენი რადიო თავისუფლება მედია არის, მიკროფონიანი NGO-ები, რითი განასხვავებთ თქვენ, პუბლიკას საერთაშორისო გამჭვირვალობისგან. ონლაინ მედია გამოცემების წარმომადგენლები ოცნების ამ გზავნილებს ღია მუხარად აღიქვამენ, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას ისევ აპირებენ და სამთავრობო იმედს ეთერში გასული დეზინფორმაციული სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივიან. დამოუკიდებელი მედია დარწმუნებულია, რომ აბსურდული ბრალით ოცნება მორიგი დაკავებების სერიისთვის გარკვეულ საფუძველს ქმნის. დამოუკიდებელი მედია არ შეიცვლის თავისი მუშაობის სტილს, რომელიმე პოლიტიკოსის კარნახის მიხედვით და ეს კარგად უნდა გაითავისონ. მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ სურს ქართულ ოცნებას, რომ გაამრუდოს საზოგადოებაში საერთოდ ჟურნალისტიკის პროფესიის არსი. ამ პროპაგანდას აქვს მიზანი. ეს მიზანი არის, რომ საზოგადოებაში დავკარგოთ მხარდაჭერა, რომ მოხდეს ჩვენი დისკრედიტირება და შემდეგ უკვე რაც მოუნდებათ, ეს იქნება დაკავება, ცემა თუ სხვა რამ, მარტივად შეძლონ. ჩვენი თქვათ მთავარი დანიშნულება და ფუნქცია არის ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ კრიტიკული, ზუსტი და სანდო ინფორმაცია, დავსვათ კრიტიკული შეკითხვები და ყველა იმ საკითხს, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს ინფორმაცია და მე უკვე თავად განსაჯოს საზოგადოებამ, ვინ ემსახურება ესე რომ ვთქვათ ქვეყნის ინტერესს და ვინ არა. როგორც ჩანს, ოცნების განსაკუთრებული გაღიზიანება იმ საგამოძიებო სტატიებმა გამოიწვია, რომლითაც დამოუკიდებელ მედიებს დღის შუქზე გამოაქვთ კორუფციული გარიგებები, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები და საპროტესტო მუხტი. საბოლოოდ კი მათთვის ყველაზე მიუღებელი არაბულ ინვესტიციაზე დასმული კითხვები თუ ვრცელი სტატიები აღმოჩნდა. პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული შალვა პაპუაშვილი გამოდგნენ და ორი დღე არ ჩერდებიან, თავს ესხმიან ონლაინ მედიას და ონლაინ მედიის ჟურნალისტებს გვესხმიან თავს. რა არის მათი მიზანი? მათი მიზანი არის, რომ აი ამ აბსურდული, შოკისმომგვრელი ბრალდებებით, რომ თითქოს რაღაცა 17 მილიონი ჩემოდნებით და გვაქვს ფული, თითქოს შექმნან საზოგადოებრივი განწყობა, რომ ჩვენ რაღაც კრიმინალს ჩავდივართ, რაც საბოლოოდ თუ რეჟიმი გადაწყვეტს, რომ თითოეული ჩვენგანი და ონლაინ მედიის წარმომადგენლები უნდა დააპატიმროს, ალიბი გქონდეთ, რომ თითქოს ჩვენ დანაშაულს ჩავდიოდით. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მედიის უფლებებზე მუშაობენ, ღიად საუბრობენ იმ საშიშ გარემოზე, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ თავისუფალ მედიას შეუქმნა. ამას ადასტურებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშიც. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე წერს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და მედია თავდასხმის 600 შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის შეთხზული ამბები, უბრალოდ აშკარად ყვილები, რითაც ისინი ცდილობენ ონლაინ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ მოქალაქეები, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ თავგანწირულად ცდილობენ ჟურნალისტები ამ უკიდურესად შეზღუდულ გარემოში, მათთვის აგრესიულ გარემოში ინფორმაციის მოპოვებას და საზოგადოებამდე მიტანას. მიზეზი არის ის, რომ დამოუკიდებელი მედია აშუქებს პროფესიულად ამ რთულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და საქართველოს მოსახლეობის ხმა არ იკარგება. ის რომ ინციდენტები ბოლო 1 წლის განმავლობაში 600-ზე მეტია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ამას ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი ონლაინ მედია ჟურნალისტური გამოძიება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა სინათლე მედიას ოცნების მუხარის მიუხედავად ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას კვლავ აპირებს. მათთვის ოცნების მიზანი სანდო და პროფესიონალი ჟურნალისტების რეპუტაციის განადგურებაა, თუმცა დამოუკიდებელი მედიების საზოგადოების ინფორმირებას და ოცნების ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვების დასმას ისევ განაგრძობენ.